Patologia permanent haploid, problem stronghold polyandrocatastasias. Какова правильность სასამართლოს ხდომებზე მედიის დასწრება რომ არა ეკრძალათ ახლა კარგად გამოჩნდებოდა როგორ თავდახრილი დაეთანხმა ყოფილი ჩინოვნიკი კორუმპირებული სტატუსს. ილია ღუდუშაური ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის კიდევ ერთი მაღალჩინოსანია, რომელსაც ივანიშვილის ახალი ფავორიტების კორუფციის წინააღმდეგ მოჩვენებითი ბრძოლა შეეხო და რომელსაც ხალხის ფულის უკანონო ხარჯვაში ადანაშაულებენ. ქართულ ჯიგრულ პონჩი, ანუ მეგობრის კომპანიისთვის მილიონიანი ტენდერის პირობების მორგებას აბრალებენ და მის კეთილსინდისიერებას ერთ ხდომაზეაც ამტვერებენ. თუმცა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ეს მოცემულობა უსიტყვოდ მიიღო. სანაცვლო თავისუფლება 9 მილიონად იყიდა. თანამშრომლა გამოძიებასთან ბრალდებულმა შესაბამისად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე. ივანიშვილის რეჟიმის პროკურატურასთან ასეთი თანამშრომლობა რასაც ნიშნავს, ალბათ იცით. პრაქტიკა ასეთია. ხელსაწერ დოკუმენტს, რასაც საქმეში აღიარებითი ჩვენება ჰქვია და იქვე დანაშაულში ამ ხელს შენს ზემდგომს ან სხვა პირებს, ანუ საგამოძიებო უწყებებს უფრო მნიშვნელოვანი დანაშაულის გახსნაში ეხმარები. მიცემულ ინფორმაციაზეა დამოკიდებული შენი საბოლოო განაჩენი. ვისი მამხილებელი ჩვენების სანაცვლოდ გაუშვეს ილია ღუდუშაურის სახლში ჯერ უცნობია, თუმცა სხვადასხვა წყარო გვიმტკიცებს, რომ ახალი სამიზნე ღუდუშაურის ყოფილი უფროსი, ღარიბაშვილის მეგობარი ზურა აზარაშვილია. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის შესაძლო კორუფციულ სქემებში მონაწილეობაზე დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ აქამდე მისთვის მდინარაძის სამსახურებს როგორც ჩანს არ ეცალათ. ზოგადად ეჭვები თავად ღუდუშაურის საქმემ გააჩინა. ყოფილი ჩინოვნიკი ისე დაიჭირეს და გაუშვეს, საზოგადოებისთვის ბევრი დეტალი გაუგებარი დარჩა. მაგალითად, საგამოძიებო უწყებებს არ უთქვამთ, რა სარგებელი მიიღო ილია ღუდუშაურმა მეგობრის კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭებით. მათ თქვეს, რომ მინისტრის მოადგილემ მოაგრგო ტენდერი კომპანია GT Groups ამითი 2 მილიონი თითქმის 100,000 ლარით მეტი გადაიხადა და მეტი არაფერი. ანუ ან ატკატი ვინმე მაიღო თუ არა, თუ კომპანიამ მიიღო გაზრდილი მოგება და ამითი აზარალა ბიუჯეტი, ანუ არანაირი დაბოლოება. მაშინ გამოდის, რომ უბრალოდ ალტრუისტულად, უბრალოდ იმიტომ, რომ კომპანიას კარგი მოგება ენახა, მინისტრის მოადგილემ კანონი დაარღვია, ამის დაჯერება ხო შეუძლებელია. ნახევარი სიმართლის გასაჯაროებას როგორც ჩანს სხვა მიზანი აქვს და საქმის სხვა დეტალებს სხვა ბრალდებულების საქმეში მოგვყვებიან. კომპანია GT Groups კიდევ დაუბრუნდები, როგორც ირკვევა, ეს კომპანია შესაძლოა ბევრი იმ ქოცვის საქმეში ამოტივტიდებს, ვისი მოშორებაც კობახიძე მდინარაძის ინტერესშია. მანამდე დასაჭერების სიას დაუბრუნდეთ. ილია ღუდუშაურის დაკავებამ გააჩინა განცდა, რომ ივანიშვილის მოქმედმა ფავორიტებმა პირადი შურისძიების ახალი ტალღა დაიწყეს. ამ ყველაფერზე კი ოცნების ყოფილ ჩინოვნიკებს ჯერ კიდევ ზაფხულში აფრთხილებდა ლევან ხაბეიშვილი. საჯაროდ ეუბნებოდა, რომ თუ ბატონს მოთხოვნილ ფულს არ მიუტანდნენ, 4 კედელში აღმოჩნდებოდნენ. ყველაფერი გამართლდა, შესაბამისად ისევ ხაბეიშვილს ვკითხეთ, როგორ ხედავს მოვლენების განვითარებას. პოლიტიკური განცხადებებისთვის დაპატიმრებული პოლიტიკოსი ოცნებას 9 წელია იზოლირებული ყავს. ტელეფონით სარგებლობა და მიმოწერა აკრძალული აქვს, ამიტომ მისი პასუხი ადვოკატმა გადმოგვცა. განვითარების ორი გზა არსებობს. სანამ ამ ორ გზაზე მოვალთ, მანამდე კალაძია მოსაგვარებელი. ამის შემდეგ რჩება ორი გზა, ან ბიძინაზე გაიწევს კობახიძე, ან კობახიძე მისის, რას უკეთებს ბიძინა მის ქვეშევრდომებს. კობახიძემ იცის, რომ შეიძლება იგივე გზას დაადგეს, ამიტომ ფიქრობს, როგორ აირიდოს ეს ამბავი და აირიდოს ამისთვის ბიძინას გასკვანჩვაზე უნდა იფიქროს. ყველაფერი უკავშირდება ფულს. ფასების გამო ბიზნესს რომ იბარებენ, იქაც წილის მიტანა და ფულის მოტანა, წილების გადანაწილებაა. როგორც ჩანს, ახლა სამიზნეში კალაძეა და ღუდუშაურის საქმემ ეს ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა. როგორც საგამოძიებო უწყებებმა გვითხრეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ რეანომობილების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი კომპანია GT Groups მოარგო. ეს კომპანია კი თურმე ბევრ მრავალ მილიონიან ტენდერში მონაწილეობს. მისი დამკვეთები ოცნების სამინისტროები და მუნიციპალიტეტები არიან. თბილისის მერიაც სპეცტექნიკას ძირითადად მის განყიდულობს. მანქანების და ტექნიკის შეძენაზე მილიარდობით ლარი იხარჯება ქართული ოცნების პირობებში. პირადი ფუფუნებისთვის შეძენილ მსუბუქ ავტომანქანებზე და ამაში მონაწილეობს კონკრეტულად ეს კომპანია, მუნიციპალური ავტობუსების შეძენაზე, სადაც ძირითადად GT ჯგუფი და თეგეთა მოტორსი იღებენ ხოლმე მონაწილეობას მთელი საქართველოს მასშტაბით, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამტანი მანქანები და სხვა სპეცტექნიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტები ყიდულობენ, სანიაღვრის საწმენდები იქნება, ტრაქტორები იქნება თუ
სხვა მძიმე ტექნიკა. თუ კი დარღვევა, ატკატის მიცემა, ტენდერის მორგება, ფასის გაბერვა იყო ერთი ტენდერის შემთხვევაში, როგორი მიამიტები უნდა ვიყოთ, დავიჯეროთ, რომ ყველა სხვა შემთხვევაში საკითხი იყო იმგვარად მოწესრიგებული, რომ კანონი არ ირღვეოდა და სხვა ყველა ჩინოვნიკი პატიოსთან ეხავს ქართულ ოცნებას. ამის დაჯერება ალბათ ძნელი იქნება. მით უმეტეს, რომ თავად ივანიშვილის ახალმა ფავორიტებმა გვითხრეს ყველა უწყება კორუმპირებული იყო და ჩვენი ჩინოვნიკები ყველაფრიდან ფულს შოულობდნენო. ხო და თუ ერთი კონკრეტული კომპანიის ერთი ტენდერი სამართლებრივად სადავოა, ხო გაჩნდა ეჭვი სხვა უფრო ძვირადღირებულთან დაკავშირებით და ხო არის მაღალი ალბათობა იმის, რომ უახლოეს პერიოდში მამუკამ დინარაძეს კალაძის მერიის ტენდერების შესწავლა მოუნდეს. როდესაც ანტიკორუფციული დეპარტამენტი დაიწყებს შეკითხვების დასმას, მაგალითად იგივე კალაძისთვის და ყველაფერი აჩვენებს, რომ ძალიან მალე უნდა დადგეს ეს დრო, როდესაც კალაძეს პირადად და თბილისის მერიას, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებსაც მოუწევთ შეკითხვებზე პასუხისგაცემა ანტიკორუფციულ დეპარტამენტში. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი მათ უნდა შეისწავლონ, როგორ ხდებოდა მუნიციპალური ავტობუსების შეძენა, კიდევ ნარჩენების გადამტანი მანქანების, ტრაქტორების, პირადი მოხმარების ავტომობილების, ხო არ იყო ფასები გაბერილი კონკრეტულად შეიძლება გავაგზავნოთ საუბარი GT ჯგუფსაც, ასევე სხვა კომპანიებზეც, მაგალითად თეგეტას შემთხვევაში ისო 60 მილიონი ლარით მეტი იყო გადახდილი ჯერ კიდევ 2021 წელს, 20 წლის ბოლოს 21 წელს, ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ და ჯერჯერობით დამაჯერებელი პასუხი რატომ მოხდა ეს ასე ან მოხდა თუ არა საერთოდ არ მიგვიღია. ამიტომ რა თქმა უნდა ეს არის მნიშვნელოვანი შეკითხვები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ჯამურად სახელმწიფო ხარჯავს მილიარდობით ლარს ამ ტექნიკის შეძენაზე, შესაძლოა აქედან გამომდინარე შესაძლებელია მოპარული იყოს ასეულობით მილიონი ლარი. თუ მხოლოდ ერთ ტენდერში შეიძლება იყოს მოპარული 60 მილიონი ლარი, გულისხმობ ავტობუსების ტენდერს და ამ საკითხზე სრულყოფილი გამოძიება ჯერ არ ჩატარებულა და საზოგადოებას პასუხები არ მიუღია შეკითხვებზე, მაშინ რატომ არ შეიძლება რომ ასევე სხვაგან ჩდებოდეს ეს შეკითხვები და იყოს თანხები მოპარული. თუ კი ჯანდაცვის სამინისტროში იყო ტენდერი მორგებული ერთ კომპანიაზე, რატომ არ შეიძლება იმავე კომპანიაზე ტენდერი მორგებული ყოფილიყო თბილისის მერიაში? ეს შეკითხვები აქტუალურია და ამაში საზოგადოებას სულ უფრო არწმუნებენ. თავად ადასტურებენ, რომ ოლიგარქის ჩინოვნიკებს ფავორიტი კომპანიები ყავდათ და ყავთ. მრავალმილიონიანი ტენდერები კი მათთვის ყოველთვის პირადი სარგებლის მიღების საშუალება იყო. ამ მიმართულებით ყველაზე მეტი შეკითხვა კახა კალაძის და მისი გარემოცვის მიმართ არსებობს, რადგან კორუფციაზე მომუშავე ადამიანები ხედავენ, რომ კალაძის მერობისას დედაქალაქის მერია ყველაზე კორუმპირებულ ორგანოდ იქცა. წარმოუდგენელია, რომ კორუფციასთან დაკავშირებული შეკითხვები არ არსებობდეს კალაძის უწყების მიმართ და ჩემთვის ნათელია, რომ ერთ-ერთი პირველი უწყება, რომლის მიმართაც ამ შეკითხვების დასმა დაიწყება და მათ შორის შიდა პოლიტიკური გარჩევების თუ დაპირისპირების გამო ეს აუცილებლად ასე მოხდება, ეს იქნება კალაძის უწყება. ამასვე ადასტურებს კალაძის შეშინებული კომენტარები, რომ მე პასუხისმგებელი ვარ მხოლოდ ჩემ თავზე, რომელიც სხვათა შორის შეიძლება ორგვარად აიხსნას. ერთი, როგორც მერი გაურბის პასუხისმგებლობას საკუთარ უწყებაზე, ან მეორე, ეს შეიძლება იყოს მესიჯი მასთან ერთად კორუფციაში ჩართულ დანარჩენ მერის ჩინოვნიკებთან, რომ მე ჩემ თავს მივხედავ და თქვენ თავს მიხედეთ. რომელია სწორი, ამას გამოძიება დაადგენს და გვაჩვენებს, მაგრამ თავად კალაძის განცხადებებიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ ადასტურებს, რომ შემდეგი მისი უწყება აუცილებლად იქნება თუ არა პერსონალურად ის, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია იმ პოლიტიკურ შიდა გარჩევებზე, რომელიც მიმდინარეობს. შემდეგი სადგური თავისუფლების მოედანი. კობახიძემ დინარაძის კორუფციის წინააღმდეგ მოჩვენებითი ბრძოლის შემდეგი გაჩერება, რომ თბილისის მერია, ამბობენ, რომ კახა კალაძემაც უკვე იცის, თუმცა არ იმჩნევს. იმასაც ამბობენ, რომ კალაძეს ციხიდან თავის დაღწევის გზების ძიებაც დაწყებული აქვს. არაოფიციალურად გვეუბნებიან, რომ ერთ-ერთ ვარიანტად 20%-იანი მერი თანამდებობიდან გადადგომას და პოლიტიკიდან წასვლასაც განიხილავს. საკმაოდ ბევრს საუბრობენ, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვის საბაბით კალაძეს სახლში შესაძლოა უკვე გაზაფხულზე წავიდეს, თუმცა მშვიდად წასვლას მოახერხებს თუ არა, ეს მხოლოდ ბატონზეა დამოკიდებული. ღარიბაშვილ ლილუაშვილის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველას ბედი იმ კაცზეა დამოკიდებული, ვისაც მხოლოდ ფული აინტერესებს. 3 წლის განმავლობაში ქართული საზოგადოების ნაწილის არჩევანი იყო ქართული ოცნება, თუმცა ივანიშვილის არჩევანი იყო ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილი, რომელიც ჯერ კახური კლანის გამო გაათავისუფლა, შემდეგ დააბრუნა. ძალიან კარგად იცოდა მისი ბუნება, თუმცა ქართული ოცნების კორუფციული სახე, ადამიანური სახე არა ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია და აუხსნი მარტივად. ანუ ივანიშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა 16 მილიარდი ლარი იყო საგარეო ვალი. დღეს 72.3 მილიარდი ლარი არის ჩვენი ვალი. ეს ფული სწორედ ქართული ოცნების ჩინოვნიკებმა მოიპარეს, არც ერთი პროექტი არ დაასრულეს, სახლებში ოქროს ზოდები დაილაგეს და შიში ივანიშვილი, შიში როგორც კლასიკური ტიპის დიქტატორის არის საკუთარი ბარტყები, საკუთარი შვილები, რომელიც აი მის წიაღში წარმოიშვნენ და ფული მოიპარეს, მათი ბიზნეს პრობლემა გახდა. ეს ხალხი გახდა ბიზნეს პრობლემა. და ეხლა რასაც ცდილობს ივანიშვილი არის ის, რომ ეს ფულიანი ხალხი, რომლებსაც შექმნეს ქსელი, ეს ადამიანური ქსელი საკმაოდ ძლიერია, ცდილობს ამ ქსელის დაშლას, იმიტომ რომ მის წინააღმდეგ არავინ არ წავიდეს. ოლიგარქმა ყველაზე კარგად იცის, რამდენი ფული იშოვეს მისი ნებადართული კორუფციით მისმა მარიონეტებმა. ახლა ისიც გააგებინეს, რომ ბევრმა დაშვებულ ლიმიტს გადააჭარბა, ამიტომ ურჩების დასჯა დაიწყო. თქვენს რომ კარგად გაიაზროთ, რა ციფრებზეა საუბარი, მარტივ მაგალითებს მოусმინეთ. 13 წლის განმავლობაში მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვებმა გამოვიტანეს 50 მილიარდი ლარის ტენდერი. ამ ტენდერებიდან ჩვენ ხო კარგად ვიცით, სულ ვლაპარაკობთ, ერთი და იგივე კომპანიები, ფავორიტები იმარჯვებენ და რა თქმა უნდა, აქ არის ეგრეთ წოდებული კეშბექი, რომელიც ქართულ ოცნებაში როგორც პოლიტიკური შემოწირულობა ისე მიდის და მათ შორის არის ატკატი, ეგრეთ წოდებული ატკატი, რომელიც მიდიოდა ივანიშვილთან და ივანიშვილს თავისი ჯგუფი ყავდა, ლილუაშვილი, ფარცხალაძე, ღარიბაშვილი, რომელსაც ახლა დაერია, იმიტომ რომ შეხედა, რომ ეს ხალხი ამერიკის სასანქციო სიაში არ არის. ადამიანური რესურსი აქვს ადამიანური ქსელი, ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება. დიქტატორმა დაიწყო საკუთარი ბარტყების ჭამა, იმიტომ რომ მათი შიში აქვს, რეალურად ფული შიში აქვს და ახლა ცდილობს, რომ ეს ფული და ფულზე კონტროლი მას კონდეს გავლენა. ხელქვეითებზე სრული კონტროლის დამყარებაში კი ეჭვიან ოლიგარქს ახლა ფავორიტები ეხმარებიან. დროებითი, მაგრამ განუსაზღვრელი ძალაუფლება კობახიძემ დინარაძეს აქვს. ამ უკანასკნელმა სრულად დაიქვემდებარა საგამოძიებო უწყებებიც და პროკურატურას თვითონაა შსს და ფინანსური პოლიციაც. მან შექმნა ჭრილოვანი სტრუქტურა, რომლის პროცესის სათავეშიც არის კობახიძე, ამოღების სამსახურის უფროსი არის დინარაძე და ახლა დინარაძე ცდილობს აი ამ ქსელების დაშლას, ახლა დინარაძე ცდილობს ყველას გაყოლებას და ეს ფული, რა თქმა უნდა, ნაძარცვი ფული მივა ბიზნესთან. ბიზნესი აკეთებს ახლა ივანიშვილი ამ ფულის აკუმულირებას, რომ ის იყოს ამ ფულის გამკარგავი. სხვა არავინ არ იყოს მის გარდა, ვისაც ექნება ფულზე კონტროლი. და ჩვენ ამ პროცესს უყურებთ. ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის რეალურად შიდა დაპირისპირება, რომელიც ეხება ფულს, მოპარულ ფულს. მოპარული ფულის ძებნა ოფიციალურად ზაფხულში დაიწყეს. ივანიშვილის ჭრილოვანი სტრუქტურის პირველი მსხვერპლი კი, როგორც ამბობენ, აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური იყო. თორნიკე რიჟვაძე ახლა ევროპაშია. მისი თვითმკვლელობამდე მიყვანის ამბავი კი ისევ ბურუსითაა მოცული. რა მოხდა 7 ივლისს ალექსი ახვლედიანის საგარეჯო სახლში ამ დრომდე უცნობია. არაერთხელ ითქვა, რომ რიჟვაძე დეტალებზე საუბარს გეგმავდა, თუმცა ისევ დუმილია. მათ გასაჩუმებლად ივანიშვილის ახალმა ფავორიტებმა დამატებითი მიზეზიც იპოვეს. ბიზნესის რეკეტი ხალხზე ზრუნვის საბაბით. ყველა გაანადგურა გარშემო, ყველა ციხეშია ოპონენტი და ახლა ვისი შიშიც აქვს არის საკუთარი გუნდის წევრები, რომელსაც დაერია და გაპარსვა დაუწყო და არასდროს არ უნდა დაგვაუწყდეს რიჟვაძის საქმე, რომელიც აი ამ სკანდალის შემდეგ ესე შეგვიძლია პირდაპირ თქვა მოუწყდა ბიზნესმა ივანიშვილს და დღეს არის გერმანიაში. სკანდალი და ეს ინციდენტი, სადაც მოხდა, კლავდნენ თუ თავსი კლავდა, დღემდე არ ვიცით, არ გვეუბნება გამოძიება, არც რიჟვაძე გვეუბნება. მოხდა ახვლედიანის სახლში და მისი ძმის კომპანია აგროჰაბ. ამიტომ ეს ეგრეთ წოდებული ფასებთან ბრძოლა არა პოლიტიკა, არამედ სადამსჯელო ღონისძიება იმის გამო, რომ სადმე ხმა არ ამოიღოს ახვლედიანმა იმ ამბავთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება რიჟვაძეს. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით დაწყებული გამოძიებების მასშტაბი, როგორც ირკვევა, საკმაოდ დიდია. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით კობახიძემ დინარაძის მკაცრი ხელი ისეთ ქოცებსაც შეეხებათ, ვისაც არ წარმოუდგენიათ. მაგალითად, ჯერ დაუზუსტებელი ინფორმაციით პროკურატურა თეა წულუკიანის კულტურის მინისტრობის პერიოდით დაინტერესდა და კითხვები ლევილის მამულის რეაბილიტაციისას
ფულის ხარჯვის მიზნობრიობაზე აქვთ. კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, სადავო რამდენიმე მილიონია.